საავადმყოფოებისა ვიფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ სტუმრად გვეწვია საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წევრი, ამავე დროს პრეზიდიუმის წევრი და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი ბატონი გურამ მაკაცარია და მასთან ერთად დღეს გადაცემას წაუძღვება ჩვენი ახალი ქართველი ერის გაერთიანების მამული ენას არწმუნოებისათვის საინიციატივო ჯგუფის წევრი პროფესორი ბატონი გიგლა გობეჩია და აი გითხოვთ ეთერს ბატონებო და მოგესალმებით. დიდი მადლობა, მოგესალმებით ძირფასო ბეკატეველებო, მივესალმები Facebook-ის მაყურებელს. დღეს ჩემს გადაცემაში დიდ გარღვევაში სტუმრად მყავს ბატონი გურამ მაკაცარია. იმედია ყველა გონიერი მაყურებელი დამეთანხმება, რომ გურამ მაკაცარიას დიდი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება არც ეროვნული მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, არც ეროვნული საზოგადოების, ეროვნულად მოაზროვნე საზოგადოებისთვის და არც გონიერი საზოგადოებისთვის. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ბატონი გურამი გახლავთ, როგორც უკვე აღნიშნა ჩემმა მეგობარმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი პიროვნება. ის გახლავთ მიწათმოქმედების კომისიის თავმჯდომარე ეროვნულ პარლამენტში და მე თუ მკითხავთ, მაქვს მე მგონი ჩემი მოსაზრებად გამოთქმის უფლება, გახლავთ ერთ-ერთი წონდა ანუ წმინდა პიროვნება ეროვნულ მოძრაობაში, გაუსწრელი პიროვნება, რომელსაც ვერც ერთი მხარე, უკვე რამდენიმე ფრთად გაყოფილი ვერც ერთი მხარე ვერაფერსში ვერ დასდებს ბრალს, მათ შორის ჩვენ ვინც ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერები ვიყავით, ვართ და ჟურნალისტური გადასახედიდან ყველაფერს თვალყურს ვადევნებით და ძალიან კარგად ვიცით, ვინ რითი სუნთქავდა, როგორ სუნთქავდა და ასე შემდეგ. ჩემო გურამ, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა რომ გამოთქვი სურვილი ჩვენს დიდ გაერთიანებაში, ქართველთა დიდ გაერთიანებაში მიიღო მონაწილეობა, ეს ჩვენთვის პატივი იქნება და მინდა ეს გონიერმა საზოგადოებამ ყურად იყოს. მე შესავალ სიტყვაშივე გეტყვით ერთ რამეს. ჩვენს ქვეყანას ამ 22 წლის მანძილზე, აი კუჩის დამთავრების შემდეგ, რომ მოვლენოდა ესეთი ხელისუფლება, რომელსაც საქართველოზე ქონდა ორიენტაცია აღებული, მის განვითარებაზე, სამშობლოს განვითარებაზე ორიენტაცია აღებული, გურამ მაკაცარიასნაირ ტვინს და მოაზროვნეს ესე ვერ შეელეოდა და ესე ვერ დატოვებდა. რატო იცით? უზარმაზარი ნოვაციების ავტორია. მე მთელი 4 ათეული წელი მაგატარებული ამ სფეროში და ჩემი ყოველი დღე თუ არა ყოველი კვირა მაინც თითო დიდ ნოვატორთან, თითო დიდ ინტელექტუალთან შეხვედრით მთავრდებოდა და მინდა გითხრათ, საქართველოს ხსნა და გადარჩენა გადის სწორედ ინტელექტუალურ კაპიტალზე და ჯერ კიდევ ეს სწორედ გურამის თაობაში, სწორედ ჩვენს თაობაში და კიდე ცოტათი ქვედა თაობაში არსებობს. აი მერე უკვე ლომაიასა და რანკოვიჩების ეგრეთ წოდებული რა ქვია განათლების სისტემის რეფორმა რო დაანონსა და გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა რომ დაანგრია განათლების სისტემა, აი მთავრდება ყველაფერი, მაგრამ ეს ცოტა სხვა საუბრის თემაა. ჩვენ დღეს სხვა რაღაცები გვაქვს სასაუბრო და სალაპარაკო. კიდე ერთი დეტალი, ზოგადად ადამიანის პორტრეტი როცა გვინდა წარმოვაჩინოთ, იქ ჟურნალისტები, მედიალოგები საუბრობთ ხოლმე დეტალებზე და დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გურამ მაკაცარია გახლავთ ის კაცი, რომელსაც 15 წელი პარლამენტარის, ანუ საბჭოს დეპუტატის, ანუ პარლამენტარის პენსია, ეგრეთ წოდებული პენსია არ აუღია და მან ბოიკოტი გამოუცხადა ამ ყველაფერს, მაგრამ ცხოვრებას თავისი მიაქვს. მე რისი თქმა მინდა ამით? ჩვენ დღეს ორ თემას შევეხებით, კანონიერების აღდგენის საკითხს და მეორე ბატონი გურამის თხოვნით და ჩემი რა თქმა უნდა თანხმობით და სურვილით და ამას მე თავში გადმოვიტან ამ ყველაფერს, ჩვენ შევეხებით პიროვნების ღვაწლს, მოღვაწეს, რომელიც ეროვნულ მოძრაობას ედგა მისი დაარსებიდან, მისი ყველაფრიდან და ადამიანის უფლებების ერთ-ერთი პირველ დამცველი ბატონი გიორგი კერბალაშვილი, რომელიც ამას წინათ სრულიად მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან. მის დამსახურებაზე, მის ღვაწლზე, რა თქმა უნდა,
ამ ეგრეთ წოდებულ ბრაძვინოთ მედიას, ტელევიზიას ხმა არ დაუზრავს, არც ხევ შეუწუხებიათ თავი, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტეთ ამ თემაზე რაღაცა ინფორმაცია და სერიოზული ინფორმაცია მის ღვაწლზე მივაწოდოთ. ხო ბატონო გურამ? კი ბატონო, კი. დავიწყოთ. გიორგი კელვაჟიშვილი ნათელში იყოს მისი სული. ის ძალიან მოულოდნელად აღესრულა და ისიც სიმბოლურია, რომ მისი აღსასრულის წამის მომსწრე და შემსწრე იყავით ბატონო გურამ, ხო ასეა? კი ბატონო, გთხოვთ უკვე. დავიწყოთ ამ გიორგი კელვაჟიშვილი გარდაიცვალა ამ გასული წლის 14 ნოემბერს. იმ დღეს იყო უზენაესი საბჭოს პირველი სესიის დღე და აქცია ჰქონდა დანიშნული. პირველ საათზე და 15 წუთით ადრე ვეღარ გაუძლო მისმა გულმა მღელვარება და 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. თქვენ გახსოვთ გიორგი კელვაჟიშვილი ზოგჯერ ძალიან უხეში იყო. იყო კი. კანონიერი ხელისუფლების მოწინააღმდეგების მიმართ. მეც მისი თანამებრძოლი ვიყავი და რა არის მაინც ამ უზენაეს საბჭოში ასეთი. მაგალითს მოვიყვან ბატონებო. 94 წელს საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე წერს მოსკოვში საქართველოს ელჩს ვაჟა ლორდ კიფანიძეს წერილს. ბატონო ვაჟა, დიდი მოგითხრა ჩვენგან ბერეზოვსკის, ის არის 21 საუკუნის პოლიტიკოსი. სად არის ახლა ბერეზოვსკი, ვინ იცის, ხო? ჩვენ იძულებული გავხდებით ვაღიაროთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა. ეს არ გააგებიოთ არავის თვით დიდ მხატვარსაც, სურაბ წერეთელსაც არ გააგებინა. სურაბ წერეთელი გახდა ბატონებო ედუარდ შევარდნაძის მარჯვენა ხელი მოსკოვში, მაგრამ მასაც არ გააგებინა და ასეთი უამრავი წყალქვეშა დინებები არის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტების, სააკაშვილის, შევარდნაძის და სხვების მიმართ. ერთ მაგალითს კიდე მოვიყვან. ობიექტივში სამხედრო გადაცემა მიყავს გენერალ გურამ ნიკოლაევიჩის 2 წლის წინ მოწვეული ყავდა 93 წელს აფხაზეთის შინაგანი ჯარების სარდალი დავით გულუა და იხსენებდნენ 15, 16, 17 მარტის ბრძოლებს გუმისთასთან. გამოვიდა რუსების 1 დივიზია სრულიად დაკომპლექტებული, ჩრდილოეთ კავკასიელები და ასე შემდეგ ავიაცია ბომბავს ქართველებმა მაინც გაიმარჯვეს, შემდეგ გურამ ნიკოლაევიჩი დაწერს ჩვენ არც ერთი ბრძოლა არ წაგვიგია, მაგრამ წინასწარ იყო გაყიდული. ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება, მეტომეტეს. შევარდნაძესთან და უთხარით. ბატონო ედუარდ მტერი განადგურებულია და საზღვარზე უნდა გავიდეთ. ჩაიგირქილა და გვითხრა, მე მაგისი უფლება არა მაქვს და მაშინ მივხვდით, რომ შევარდნაძეს აფხაზეთი გაყიდული ქონდა, ესე დაამატა, რომ სოხუმიც უნდა ჩააბაროთ. ეს არის ბატონებო 17 მარტი. 27 სექტემბრამდე ხოცეს ათასობით ქართველი და დაგარგეს ტერიტორიები. ერთ მოგონებას კიდე სანამ დაიწყოთ მოგონებას მე გთხოვთ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებლებს აი ეს ფაქტი რომელზეც უკვე ბატონმა გურამმა ისაუბრა მიაქციოთ ყურადღება იმ პერსონის საბოლოოდ შესაფასებლად ვის ახლა ახსენან საუბარი არის შევარდნაძეზე რომელიც ყველა დიდი უბედურების მეთაურია საქართველოში სამწუხაროდ და მას ტყუილად კი არ უხსენებ უწოდებ ზოგიერთი ჩემი მეგობარი და კოლეგა და პუბლიცისტი ედუარდ უხსენებელს მე კიდე ერთ ფაქტს მოვიყვან ერთი თბილისის ოპერის მუსიკოსი გახდათ და იყო ტიტოვანის გვარდიაში, უпроსორად ყარყარაშვილის დაქვემდებარებაში და მივადექით ტყვარჩელსო. მოვიდნენ აფხაზები და გვითხრეს, სულ 1000-მდე ავტომატი გვაქვს, სისხლი არ დაღვაროთ და ქალაქს განთენიისას 6 საათზე ჩაგაბარებთ. მე მაინც არ დაუჯერე, მოუარე ქალაქს, დავაყენე თავზე გრადი. დილის 5 საათზე მიბარებს ყარყარაშვილი, ცოცხალია ყარყარაშვილი და მეუბნება ამბროსოვიჩმა ტყვარჩელის აღება გააუქმა. ამას გავიხადე ყველაფერი. აჰა, კიდე მეორე ფაქტი.
ქონდა და ღარღარაშვილი ცოცხალია და ჯობია მას გამოცემულია გურამბატონო თუ გახსოვს ეს ჩემი სამშობლო იწვის თითქოს მის დაწვაში მას მონაწილეობა არ აქვს მიღებული გესმით თქვენ თავხედობის უმაღლესი დონე რომ ყარყარაშვილი ბედავს იმის თქმას რომ სამშობლო იწვის და თურმე ის გადარჩენისთვის იბრძოდა აბატონო ეს კაცი ამბობს ვიადი ქვია სხვათა შორის მე გავიხადე ყველაფერი ზოგი სპორტული მე მქონდა ზოგი სპორტული კედები ვინათხოვრე და წამოვედი იქიდან და მე ამერიკაში წავიდა იქ ახლა მუსიკოსია საკმაოდ შინაგანი პროტესტის ნიშნად გადაცემა იყო კვეკვესკირის ამ არხზე სადაც ის გაგვირვებული ამბობს რომ ტყვარჩელიდან როგორ იყო მობილიზებული რუსების ტექნიკა გახსოვთ თქვენ დაგომისის ხელშეკრულებით ასობით მანქანა გაატარეს იარაღითა და ჯარისკაცებით სავსე ტყვარჩელისკენ და ქართველებს შემოწმების უფლება არ ჰქონდათ და ასეთები უამრავი შეიძლება და ამიტომ არ გავაგრძელებ. აგერ დაგიკითხავთ ერთ-ერთ ფრაზას იურიდიული თვალსაზრისით საქართველოში არ არსებობს უფრო ძლიერი სამართლებრივი ინსტიტუტი ვიდრე უზენაესი საბჭო. უზენაესი საბჭო იქნება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კოორდინატორი, ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელების ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტი, ზვიად გამსახურდია. კი ბატონო გურამ, ერთად ახლა შევთანხმოთ, ჩვენ დავიწყეთ ეს მონაკვეთი პირველი ნაწილი გიორგი კერვალიშვილზე ვისაუბროთ და კანონიერების აღდგენაზე და ამ მომენტებზე ჩვენ მეორე ნაწილში გიორგი კერვალიშვილზე გადავდივარ ზუსტად. ამიტომ იყო ბატონებო გიორგი კერვალიშვილი ამაში შეგნებული, გააზრებული კაცი და ვინც შეიძლება ეს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა და დამნაშავე იყო ქართველის ერის მიმართ იმათთან შეურიგებენ. ახლა თვითონ გიორგი კერვალიშვილი ვინ იყო ამაზე ვილაპარაკოთ ბატონო. მან 1991 წელს დაასა ადამიანის უფლებათა ასოციაცია გახდათ მისი ხელმძღვანელი და ორ მაგალითს მოვიყვან მისი მოღვაწეობიდან. ერთი აგერ არის წერილი ევროპარლამენტიდან, სადაც იქნებ თქვენ წაიკითხოთ ეს მე ვერ ვკითხავ. ტექსტი მთლიანად თუ ვინ აგზავნის? ვინ აგზავნის? კოკა ჰაკალა ტრანსკავკასიის ურთიერთობის ევროპარლამენტის დელეგაციის ადმინისტრაციული მდივანი ასოციაციის პრესამსახური. ეს ევროპარლამენტიდან არის წერილი ბატონებო გიორგი კერვალიშვილისადმი იმ დროს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტისადმი იმხელა პიროვნება გახდათ. აგერ არის IGFM-ის მიერ გამოგზავნილი წერილი მისი ხელმძღვანელი წაიკითხავს ბატონი გიგლა. კი ბატონო. რობერტ ჩემბერსი, გენერალური მდივანი საერთაშორისო სამდივნო, გამოგზავნილი არის მაინის ფრანკფურტიდან საქართველოს ჰელსინკის კავშირისა და ირაკლი გოცირიძის და გიორგი კერვალიშვილის მიმართ ასოციაციისა. დიახ. გარდა ამისა გახდათ საერთაშორისო ამნისტიის დოკუმენტი ბატონებო ორგანიზაციის ლონდონის მეორე დოკუმენტი ლონდონის საერთაშორისო ამნისტიის ორგანიზაციის წევრი დოკუმენტი 95 წლიდან დღეს ვერ არიან ამხელა ორგანიზაციის წევრები და რას აკეთებდა მაინც გიორგი კერვალიშვილი 1000-ობით პოლიტ პატიმარს ციხეში არ აძლევდა იმის საშუალებას ხელისუფლებას 1000-ობით პოლიტ პატიმარს მოქცეოდნენ უფრო უარესად ვიდრე ექცეოდნენ 1000-ობით ადამიანი ყავს გადარჩენილი. ბატონი გივი იურამიშვილის მონახოს გავიხსენებ ყვალის პრეფექტის მოადგილე იყო, ქუთაისში გაუსადლისი პირობები იყო, პატიმრებმა მოაწყვეს გაფიცვა და გამოიძახეს სამხედროები და ამ ხალხს დახვრეტას უპირებდნენ, მაგრამ ჩაუსწრო გიორგი კერვალიშვილმა და გადაარჩინა. მეორე ფაქტს მოვყვები. როცა შევარდნაძემ 92 წელს დააყენა საკითხი, რომ ეს ადამიანი
ჩვენს უარყოფით ევროპაში გაიტანს და თავი მოგვეჭრებაო და მისი ლიკვიდაციის საკითხი დააყენა, მივიდა ამერიკის ელჩი და უთხრა თით ვერ დააკარებ ამ პიროვნებას. იგივე უთხრა გერმანიის ელჩმა. მეორე მაგალითს მოვიყვან 93 წელია და ჩვენი დეპუტატი შოთა ქიტიაშვილი გურჯაანის პრეფექტი სხვათა შორის პირველი საქართველოში და საბჭოთა კავშირის მასშტაბით გურჯაანში და ზუგდიდში აიღეს ლენინის ძეგლები და შოთა ქიტიაშვილი და შალვა წინწალაშვილი იყვნენ ამის ინიციატორები და მეც იქ ვიყავი ბატონებო ამ მოვლენისას 93 წელს ჩავიდა ზუგდიდში ზვიადგამსახურდიას შესახვედრად. როგორც მოგეხსენებათ, დამარცხებული ზვიადგამსახურდიას შემდეგ შოთა ქიტიაშვილი რო ჩამოვიდა გურჯაანში, ეს იყო მხედრიონისთვის დიდი საგბილო, დაიჭირეს და ოჯახს დაუბარეს, რომ ამდენიმე ხანში ქალის ტანსაცმელში ჩათმულს და დანაწევრებულს გამოუგზავნიდნენ. მოკლავდნენ დანაწევრებულს. გაიგო გიორგი კერვალიშვილმა და მივიდა სანდრო კავსაძესთან, რომელიც მაშინ იყო ობმუსმენდი. სხვათა შორის ობმუსმენდის ინსტიტუტი ზურაბ ჟვანეამ უთხრა შევარდნადეს, რომ ჩვენ გიორგი კერვალიშვილის ორგანიზაციის საწინააღმდეგო ორგანიზაციები შევქმნათო და ასე შეიქმნა ობმუსმენდის ინსტიტუტი, ესეც გიორგი კერვალიშვილის დამსახურება. საინტერესო ფაქტია ეს. სანდრო კავსაძე გახლავთ. იმედი მაქვს, რომ დიდი დღეს დოზით სასულიერო მოღვაწე და მოახსენა, რომ ასეა და კაც, ღირსეულ კაც სიკვდილი ელის. მაშინდელი ობმუსმენდმა ასეთი პასუხი მისცა, რამდენი ქიტიაშვილი მიტიაშვილია, მე სად უნდა ვდიო. გიორგი კერვალიშვილმა ამდენიმე ხანში ამერიკის ელჩი დააყენა თავზე, დაემუქრა ჯერ ამერიკის ელჩის იმის მოყვანით და ეს კაცი უნებელი გაანთავისუფლეს. ეს ორი მაგალითი და ასეთები ვინ იყო მაშინ ომბუდსმენი, მე მგონი დათო საღარაძე. სანდრო კავსაძე. კავსაძე იყო კი ბატონო. აი ეს არის ბატონებო გიორგი კერვალიშვილი, დაუდგომელი პიროვნება და სამწუხაროდ თავისმა გულმა ვეღარ გაუძლო ამას და 62 წლის ასაკში გარდაიცვალა შარშან 14 ნოემბერს. დარჩა უყურადღებოდ ქართული საზოგადოებისაგან. გიორგი კერვალიშვილთან არიან გაზრდილები, ასე ვთქვათ. ნანუაშვილი მაგასთან იყო, გიორგი თევზაძე მაგასთან იყო ასოციაციაში, სოზარ სუბარი მაგასთან იყო ასოციაციაში. ეს იყო ადამიანის უბლებათა დამცველი ორგანიზაცია, ერთადერთი საქართველოში მაშინ დამოუკიდებელი ყოველგვარი პოლიტიკური ამბიციებისგან დამოუკიდებელი, როცა ამერიკის ელჩმა უთხრა, რომ თქვენზე ამბობენ, რომ ზვიადისტი ხარო, გიორგი მოპასუხა, ზვიადისტი იქნება თუ არა ზვიადისტი, მე ყველას უფლებებს ვიცავო. ასეთი იყო ბატონებო. სამწუხაროდ მე მინდა შევახსენო საზოგადოებას მის ძველ ნაცნობებს, რომ ცდილობის გულისთვის მაინც ამოიღეთ ხმა. პირველი მისი ზიარება პოლიტიკასთან გახდათ ბატონებო შემდეგი. ის გახდათ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სტიქაროსთან. ზვიადგამსახურდიამ 70-იანი წლების ბოლოს ცხეთაში მოაწყო აქცია. გიორგი კერვალიშვილიც იყო, სხვაებიც იყვნენ ბევრი, ერთადერთი მოთხოვნით. ილია ჭავჭავაძე შეერაცხა წმინდანად. ეს ხომ დღესჩვეულებრივი ამბავია. ამისთვის საშინლად დაარბიეს. გიორგი კერვალიშვილი მაშინ 16 წლის იყო და იარაღის ტარით ცემა ვიღაც რუსული შეხედულების მქონე კაცმა, ისე რომ თვალები დაბუშტული ქონდა და მერე ენუქიძემ რო ნახა, ამბობს რა მოუვიდაო და უპასუხეს კიბეზე დაეცა. და მეორე დღეს წირვაზე რომ მივიდა, სტიქარი არ ჩააცვეს და გააგდეს სტიქაროსნობიდან. და მე მინდა შევახსენო, ვინც იქ მაშინ სტიქაროსნები იყვნენ, დღეს 4 კაცი პარლამენტშია, რამდენიმე
ეპისკოპოსია, მათ შორის პატრიარქის ძმისშვილი ბათუმის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი და იქონიეთ ბატონებო ნამუსი, რომ ეს კაცი დასაფლავდეს ნორმალურად ისეთ ადგილას, სადაც მას ეკუთვნის. აგერ ბატონო გურამ ხო არ დაასახელებდით, ახლა მეუფე დიმიტრი დაასახელეთ სხვებსაც, ცოტა იქნება საზოგადოების ზეწოლა იგრძნონ მე ამ ხალხმა და ცოტა ნამუსი სუბარი დავასახელე, ნანუაშვილი დავასახელე, ახლა ვინც მაშინ ილია მეორის სიკაროსნები იყვნენ, დღეს პარლამენტში არიან, ხო? ისა კობახიძის მამა გიორგი. გია. კიდე სხვები არიან, კი ბატონო. ასე რომ ბატონებო, ერმა უნდა იცოდეს თავისი გმირის საფლავი და მადლიერ ხალხს იმ პატიმრებს, რომლებიც მის მიერ არის გადარჩენილი ათასობით, როცა გიორგი ჭანტურია და სარიშვილი ტელევიზორში გამოდიოდნენ და იძახოდნენ ჟიადისტების მისამართები ვიცით და სახლებში ჩავხოცოთო, ამ დროს ეს ადამიანი საერთაშორისო ორგანიზაციებში აგზავნიდა ყველანაირ დაამტკიცებელ საბუთებს და ეს არის მთელი ტომები. გარდაიცვალა ერთი კარგი ექიმი, ბატონი ხუტა პაჭკორია, რომელსაც გიორგი კერვალიშვილის ყველა გამოსვლა შეკრული ჰქონდა გაზეთებიდან ამონაწერი, შეიძლება ითქვას, ერთი 5 ტომეულის ხელა საქმე ჰქონდა შედგენილი. ერთმა ხუტა პაჭკორიან არცელში ამყოფოს, მაგრამ ის მარტო ისინი დოკუმენტურად რო გამოსვლე უკვე არის სერიოზული წიგნი ბატონო. და ბატონო გურამ ეს არქივი არსებობს, ოჯახში არის დაცული? ხუტა პაჭკორიას აქვს სახში. ესე და აგერ მაქვს მე გაზეთებში ამონაბილ და გარკვეული ნაწილი, ხო? გარკვეული ნაწილი. ამიტომ ჩვენ გვინდა ბატონებო ამენაირად ისე მოახერხოთ, რომ გიორგი კერვალიშვილის საფლავზე მადლიერი ხალხი, თუნდაც ეს პოლიტპატიმრები, რომლებიც მაგის მიერ არიან გადარჩენილები, მივიდნენ და პატივი მიაგო. სად არის დაკრძალული ბატონო გიორგი? იქნება დაკრძალული არის კწანისის სადღაც ტყე პარკში. და ისეთ თქვენი თხოვნა მოთხოვნა რა არის ამ შემთხვევაში? მისი მოთხოვნა არის, რომ თუნდაც აგერ ახლა რო გაიხსნა ეკლესია ზევით მახათას მთაზე, იქ უკვე ჩაწყობით მიდის დასაფლავება. ერთმა კაცმა მითხრა, გალის აღმაშკომის ყოფილი თანამშრომელი დაუძინებელი ტერი საქართველოს დამოუკიდებლობის იქ არის გასვენებული. ჩააწყო ნაცნობობით თუნდაც მახათაზე ბატონებო სამწუხაროდ იქაც იგივე ტრადიცია გრძელდება, რაც დიდუბეში მოხდა, ხო? ერთ-ერთი ჯალათი არის დაკრძალული. სხვაშორის ერთი ჯალათი კი არა, აჯაბა იოსელენის სახით დიდუბის პანთეონში დაკრძალული ძვირფასო მაყურებლები. იქ მეორე ჯალათის განისვენებს, რომელზეც მე მთელი ჟურნალისტური გამოძიება მაქვს ჩატარებული დომენტი მშვენიერაძე, რომელიც 1924 წლის აჯანყებულებს აი შორაპანში სამ ვაგონში რო დაიხურიტა ის ხალხი, იქ ლანა ყოღობერიძის მამასთან, ლევან ყოღობერიძესთან ერთად ეჯდა ტყვი ამრგებს და მესამეც იყო იქ პიროვნება და მათ 600 ადამიანი გაწერეს, ჩაცხრილეს საქართველოს გადასახო ელიტა პრაქტიკულად საქართველოს ის რა ქვია რკინიგზაზე იმისი ტვირთის გადასაზიდი სატვირთო ხის ვაგონებში და იქ მე ერთ-ერთი ყმაწვილი გადარჩა 14 წლის ბიჭი, რომლის ოჯახის წევრსაც მე შევხვდი, იქ ისტორიები მოვისმინე, კაი ხანს არ მეძინა სიმართლე გითხრა და მე დაბეჭდილი მაქვს 90 წლებში გაზეთ შანსი და მაშინ იყო ის მომენტი, რომ შუა ღამე გამაგვიძეს დიდუბის პანთეონის ადმინისტრაციამ პრაქტიკულად და მითხრეს, რომ დომენტი მშვენიერაძის გადასვენ ან ამოთხრას აპირებდნენ იქიდან საზოგადოების ჯგუფი და თვითონ მე რა უნდა მექნებ, რა უნდა გამეკეთებინა, ვერ გავიგე. ეს ისევ თქვი ეხლა, ანუ რისი თქმა მინდა რა. ჩვენ რაღაცა გეზი და ორიენტაცია გვაქვს, სწორი გეზი და ორიენტაცია დაკარგული ქართველებს, ვინც საპანთეონო ხალხი ყავს
სადღაც სხვაგან გგზავნავდა, ვინც რეალობაში არ არის ამისი ღირსი, იმათ რატომღაც პატივს მივაგებთ. ესეც დიდი დანაშაულია და უნდა გასწორდეს. ეხლა მინდა აი ამ ორ სურათზე გავამახვილო ყურადღება, ბატონმა გურამმა მოგვართვა ეს სურათი და ერთ-ერთ სურათზე არის გამოსახული ბატონი გიორგი კერვალიშვილი აცხონოს ღმერთმა რამდენიმე პიროვნებასთან ერთად. მე გაჩვენებთ ახლა ამ სურათს რამდენიმე პიროვნებასთან ერთად და აქ მის გვერდით დგას აი მის გვერდი ზუსტად თუ რა ვიცი ჩანს ახლა ეს კარგად ირაკლი დოკვაძე კოლონიაში არის ჩვენ არაერთი გადაცემა გვაქვს მომზადებული აქცია აქ საქართველოს შვილებს საზოგადოებრივ მოძრაობა საქართველოს შვილებს ჩატარებული და ეს არის აი გაუგონარი ასე ვთქვათ სასჯელს იხდის ეს პიროვნება მაშინ როცა ამისი არანაირი საფუძველი არ არსებობს პრაქტიკულად არის აი ამ ორი თუ სამი რეჟიმის მძევალი და სოფრი აი ამ ფაქტზეც დოკვაძესთან ურთიერთობაზე ბატონო გორამ თუ რამე სიტყვით მე ვარ ხო აბა ესე იგი ეს არის ბატონებო 2002 წლის თებერვალი ირაკლი დოკვაძესთან კოლონიაში როგორც მოგახსენეთ დაუდგომელი იყო ბატონი გიორგი ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში დარღვევის მაგისტრის არ არსებობდა მიკერძოება ორი მაგალითი მოგიყვანეთ მაგრამ შემდეგ როცა მხედრიონელები დაიჭირეს და მხედრიონელების მიმართ იყო სასტიკი რეპრესიები მაგათი დამცველიც გამოდიოდა და ეს არსებობს ეს ფაქტები და დადასტურებული აი ნამდვილი უფლებადამცველი და არა დღევანდელი ზოგიერთი რა იქ მარტო ნაცების ხარეს არიან ან აქეთ არიან ან იქით არიან და მიკერძოებულები რა თქმა უნდა აგერ ჩამოვთვალე მისი ნამოწაფრები არიან გიორგი თევზაძე პატიმართა უფლებების დამცველი ნანუაშვილი ყოფილი ომბუდსმენი შემდეგ სოზარ სუბარი მაგასთან დადიოდა და მაგასთან დაფთიანდა ფაქტიურად ერთი სიტყვით იმისი თქმა მინდა რომ ესენი შემდეგ როგორი ადამიანის უფლებების დამცველები გამოდგნენ ამაზე არა მაქვს მე საუბარი უბრალოდ საუბარი მაქვს იმაზე რომ ესენი აქ ეზიარნენ ადამიანის უფლებათა დაცვის საწყისებს და ძირითად მცნებებს. ეხლა თქვენ ისეთი საკითხი დამოჭერეთ მე წმინდა ჟურნალისტური შეკითხვა უნდა დავსვა ბუნებრივია ახლა სხვა შეკითხვას რატო დავსვა მაგრამ მაინც აი ვინ ჩამოთვალეთ ამათმა აი თქვათ მისმა მოსწავლეებმა პატივი მიაგეს არც ერთი არ მოსულა თევზაძის გარდა გიორგი თევზაძე იყო პატივი მიაგეს დეტალი მაგრამ ეს ის დეტალია რომელიც წარმოაჩენს ხოლმე რა ვიცი რა ხასიათს არ ვიცი რა ქვია ახლა ამას ქართული ხასიათი არ ქვია სხვა რაღაცა ქვია მაგრამ მოდი თქვენი ფიქრით ამაზე და თქვენ შეაფასებთ პრაქტიკულად ეს საკითხი რამე სხვა დამატებდი ბატონ გიორგი კერვალიშვილთან დაკავშირებით სომის უდავს აყოფათ მისი აი თქვა რა უნდა გაკეთდეს როგორ უნდა გაკეთდეს ახლა რა უნდა გაკეთდეს და ხალხმა უნდა მიაგოს პატივი და შევთხოვ ხალხს იქნებ ახლა მაინც ეთხოვთ თითო სანთელი დაანთეთ გიორგი კერვალიშვილის სონის საპატივცემლოდ ის დაილია საქართველოს სიყვარულში ბოლოს ნაიმფაქტალი იყო მაგრამ მაინც აქცია დავნიშნეთ იქა მთავრობის სახლის წინ 14 ნოემბერს უნდა აგვენიშნა უზენაეს საბჭოს პირველი სესიის გახსნის დღე მაგრამ 15 წუთით ადრე გულმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა მყინვარებისაგან და აქ მახსოვს ეს კადრები და ვიცი ეს რაც იყო მე უბრალოდ ეხლა იმ ხალხს ვინც ბატონმა გურამმა დაასახელა მინდა ვთხოვო და მიუმართო და ასევე ფართო საზოგადოებას ცოტა იაქტიურეთ მიმართეთ პეტიციით, მიმართეთ თხოვნით შესაბამის სტრუქტურებს და უწყებებს დაანებონ თავი მახათას მთას მაინც დაანებონ თავი და იქ ჩაწყობით და რაღაცებით კუშები ნუ არის დაწესებული თუ არის ეგეთი რამე და მიაგონ ამ კაცს პრობლემა ეს ჩვენი გადაცემის და ჩემი საავტორო პროგრამის სათხოვარიც იქნება ჩვენი ტელეკომპანიის სათხოვარიც იქნება და ჩვენ ამ მოთხოვნას უერთდებით და თუ არა და მე საზოგადოება როცა წესიერი ხელისუფლება მოვა ამას მაინც აღასრულებს და იზამს აუცილებლად ჩვენ გვინდა რამდენიმე კაც წიგნი გამოვცეთ ბატონ გიორგი კერვალიშვილზე
გითხარით არის დოკუმენტები მაგისტრის საქმიანობის აგერ დაგიკითხეთ ევროსაბჭოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის წერილი, სადაც ის ეუბნება, რომ თქვენი ფაქტების გამო ჩვენ ვართ შეშფოთებული და ვსნით კავკასიაში ფილიალს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში. ევროსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს 94-15 წლებში ბატონებო თქვენ წარმოგიდგენიათ რა დონის აქტიური პიროვნება იყო, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ამას წერდა მაშინ გიორგი კერვალიშვილს. იმ პერიოდში, როცა ინტერნეტიც არ იყო, თქვა, ნუ კი იყო, მაგრამ საქართველოში არ იყო, ასე ვთქვათ, ესეთი აქტიური საერთაშორისო ამნისტიის ლონდონის ორგანიზაციის წევრი გახლავთ ორგანიზაციულად და პიროვნებად, IGFM-ის წევრი გახლავთ, აგერ წაგიკითხეთ ოფიციალურად, ვინმე დაიკვეხოს დღევანდელი ომბუდსმენდებიდან და სხვებისაგან მსგავსი რამე, კაციშვილი არ ყოფილა. ამერიკის ელჩი და გერმანიის ელჩი პირდაპირ გერმანიაში და ამერიკაში ეპატიჟებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ იქ შეგიქმნით ცხოვრების პირობებს, წამოდით. გერმანიის ელჩმა პირდაპირ უთხრა 92 წელს, რომ საქართველოში 30-40 წელიწადე ქვეყანა არ იქნება აწყობილი და მე გირჩევთ ჩემთან წამოხვიდეთ და ყველანაირ პირობებს შეგიქმნითო, მაგრამ გიორგიმ ასეთი პასუხი გაასცა, მე მინდა ვიცხოვროთ ჩემს ასეთ დაუწყობელ დაულაგებელ საქართველოში და ქართველების ყველა ჭირი და ვარამი გავიზიარო. როგორც ატყობთ, ადგილობრივი ბეღურა იყო ბატონო გიორგი, ის ვერ ელეოდა თავის მიწაწყალს, არსად არ ეგულებოდა, მიუხედავად დაპატიჟებისა და იმედია დამეთანხმებით თუ ასე რადიკალურად და კატეგორიულად ვიტყვი. იმ პერიოდში კი არა, ეხლაც ძალიან ბევრი ქართველი სიამოვნებით წავა და დატოვებს საქაურობას, ასეთი შემოთავაზება თუ კი ექნება მას უარეს რაღაცებს იმიზეზებენ, რომ ქვეყანა სამშობლო დატოვონ და წავიდნენ და იქ უცხო ტომს ემსახურებენ. მე მივესალმები ბატონო გურამ თქვენს იდეას, რომ კრებული შეიკრას. ჩვენაც შეგვიძლია იმ კუთხით მივიღებთ მონაწილეობას. მე მინდა ჩემი გადაცემის მაყურებელს მივმართოთ თხოვნით, თქვენ თუ რამე შეხება გქონდათ და რამე გაქვთ მოსაგონარი ამ თვალსაზრისით და ვიკავშირდით ჩვენს გაერთიანებას, ბატონ გურამს, მე პერსონალურად და მზად ვართ ეს საკითხები, ეს თქვენი მოსაზრებები, თქვენი წინადადებები, თქვენი მოგონებები შევგრიბოთ ერთად, მივაწოდოთ და კარგი საქმე გავაკეთოთ, ასე ვთქვათ. ეს წლები ბატონებო ჯოჯოხეთი აქვს მას გამოვლილი და რეპრესიები არ დაგლებია, არც ემატება, ციხეც ჰქონდა, მიუხედავად თავისი ადამიანის უფლებების დამცველის თანამდებობისა და ის არ გახდათ ბატონებო გაბოროტებული, ის უბრალოდ იყო პრინციპული იმ საკითხში, რომ საქართველოში არასხვებობს სხვა გზა კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენის გარდა. კი ბატონო. ახლა მეორე საკითხი გადავიდეთ. კი ბატონო, ბატონო. მეორე საკითხი ხო? არა, ერთი წუთი მე დავამთავრებ ამ შევაჯამებ ამ ყველაფერს. და უბრალოდ არ მაქვს უფლება რაღაც შედარება არ გავაკეთო. 90-იან წლებში მოგეხსენებათ კონტაქტები არ იყო უცხოეთთან და ამ დონის ფიგურები, რომელიც ახლა ბატონმა გურამმა დაასახელა მათგან, ესეთი დონის გამოხმაურება, ეს ძალიან იშვიათი მოვლენა იყო, რა თქმა უნდა, და სულაც არ გავს ეს გამოხმაურება აი ეგრეთ წოდებული ჯო უილსონი რო არის ახლა ამერიკელი კონგრესმენი, მის ასე ვთქვათ $1000-ად ნაყიდ გამოხმაურებას ცოტა განვასხვაოთ უნდა ერთმანეთისგან ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ვთქვათ ამ საკითხის ასე ამომწურავად მიწოდებისთვის. გურამ ბატონო, ეხლა რა თქმა უნდა უკვე მეორე საკითხზე გადავიდეთ. ეს არის ბრძოლა კანონიერების აღდგენისათვის, რომელიც თქვენს თაობას, თქვენნაირ ხალხს არც დავიწყებია, არც შეუწყვეტია და არც აპირებს შეწყვეტას. მე ვნახე ამასინა თქვენი ვიდეო გადაცემა, ვიდეო ჩანაწერი უბრალოდ კოსტავაზეზუდან გაკეთებული, იგდიდებული ხალხი მონაწილეობდა, თქვენი ილაპარაკეთ პრობლემებზე, დააყენეთ საკითხები და ეს ის საკითხებია, რომელზეც ჩვენი გაერთიანება, აი ეს გაერთიანება, რომელსაც ახლა ეყრება ჩაეყარა საფუძველი და დიდი გაერთიანებისთვის ამზადებით, აი ეს გაერთიანება პირველ რიგში მიაქცევს ყურადღებას, ოღონდ ქართველი ხალხის ერთობა უნდა იყოს და დაწესდეს. მოკლედ რას ვაპირებთ ბრძოლა კანონიერების აღდგენისათვის? დიდი თემაა და გავშალოთ. კი ბატონო. გეტყვით
ასეთი ცნება არსებობს სამართალ მემკვიდრეობა. რაც ნიშნავს ბატონებო, არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლება სამართალ მემკვიდრეა არჩევნების დამნიშნავი ხელისუფლების, აქტივის, პასივის ყველაფრის. დიახ. ისე ხო არ არის თქვა საფრანგეთის ერთმა პრეზიდენტმა 100 ტრილიონი დოლარი აიღო სესხად და მეორემ თქვას ის სხვა პარტიის წევრი იყო. ასე არ არის ბატონობა, ეს ყველაფერი გადაეცა. დღევანდელი ხელისუფლება არის სამი არამკითხე კაცის, ჯაბა იოსელიანის, კიტოვანისა და სიგუას მიერ დანიშნული არჩევნები სამართალ მემკვიდრე, ეს იყო შევარდნაძის პირველი პარლამენტი. შემდეგი არჩევნებით მოსული სააკაშვილის ხელისუფლება იყო ჯაბა იოსელიანისა და შევარდნაძის სამართალ მემკვიდრე. დღევანდელი ხელისუფლება არის ჯაბა იოსელიანი, შევარდნაძისა და სააკაშვილის სამართალ მემკვიდრე. ასე არჩევნები რო გავიდეს, ყველა ეს სამართალ მემკვიდრეობა იქნება. მე შესავალში ვთქვი, მოვიყვანე შევარდნაძის წერილი ვაჟა ლორთქიფანიძისადმი და იქ ვთქვი, რომ ეს არის შევარდნაძის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება წყალქვეშა დინებებში გაკეთებული მზაკრული საქმეები საქართველოს წინააღმდეგ. დღევანდელ მომავალ პარლამენტში ყველა თქვენსავით პატიოსანი და ზვიად გამსახურდი ასავით პატიოსანი კაცი რო დაჭდეს, 200 კაცი იქნება თუ 150, აი ამ სამართალ მემკვიდრეობით იქნება ხელებშეკრული და ვერაფერს ვერ გააკეთებს ბატონი. ვალდებული იქნება ყველა ეს ხელშეკრულება, როგორც შევარდნაძის სამართალ მემკვიდრემ, როგორც სააკაშვილის სამართალ მემკვიდრემ და ბიძინას სამართალ მემკვიდრემ გააგრძელოს. მე ჩემს გადაცემაში ვთქვი ასეთი რამე, რომ ოკუპაცია არის ბატონებო, როცა ერთი სახელმწიფო დაესხმება თავს მეორე სახელმწიფოს, წაართმევს ტერიტორიას და მოახდენს ოკუპაციასა და ანექსიას. ოკუპაცია და ანექსია შეიძლება ბატონებო ანივიხილოთ ისე, როგორც არის დღევანდელი ხელისუფლების დროს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს. დღევანდელი ხელისუფლებაში მოსვლის დროს საქართველოში 70% იყო ქართული მოსახლეობა. დღეს არ არის 40%. აი ეს არის ბატონებო, ოკუპაცია და ანექსია. საწავიდა ეს ხალხი როგორ იტყვით თქვენ? შეიცვალა დემოგრაფიული სიტუაცია, იძულებული გახდა ხალხი წასულიყო, სხვებს გაეხსნა გზა. ერთი 3 წლის წინ გადაცემა იყო ჩინეთზე, ესე იგი შეიცვალა კლიმატი და ხალხს ერთი ღერი სცენარე ვერ მოყავთ. შეერი იხოცება, ისევე არის ინდოეთში. ახლა იმას რომ $100,000 მისცემს ჩინეთის ხელისუფლება თუ ინდოეთის ხელისუფლება და საქართველოში რომ დაასახლებს. ამაზე უკეთესი რა იქნება იმათთვის? ეს არის ზუსტად პროგრამა 2011 წელს. ჩინეთი და ინდოეთი არ ვიცი, მაგრამ აგერ მეზობელი ირანი საქართველოში ბიზნესის დაწყებისთვის თავის მოქალაქეებს ახალისებს $80,000. მიაქციეთ ამას ყურადღება, $80,000 და სათბურის პირობებს უქმნის იმისთვის, რომ აღ დამკვიდრდეს, ფეხი მოიკიდოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. $80,000 ნებისმიერი ქართველი აწყობს ბიზნესს ბატონო. რა თქმა უნდა. მაგრამ ამას უცხოელები აკეთებენ და თავიანთ თვისტომებს აქ გვისახლებენ. ამას კაციშვილი არ აქცევს ყურადღებას. 2011 წელს მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოს რაიონში ეს ნათქვამი მაქვს. კი ბატონო, ცნობილი ფაქტია ეს. მოაგროვა 5,000 ჰექტარი მიწა, მათ შორის გიორგი წმინდაში, საგარეჯოში. ეგრეთ წოდებული კოლმეურნეობის მიწები ხალხის მიერ ჩამორთმეული და გაიტანა ტენდერზე. ჰექტარი 40 ლარად. მთელი ქართველები დაესწრნენ. ნუ რას უკაცრავად ასეთი პასუხი მიიღო, ერთ ლოტად უნდა გაიყიდოსო, ერთ ლოტადაც რომ გამოჩენილიყო მყიდველი მაინც არ მიყიდიდა და მიყიდა ინგლისში მცხოვრებ ინდელს $1,400,000 ლარად
5,000 ჰექტარი მიწა, 5 ჰექტარი კი არა ბატონო, 5,000. დღეს საგარეჯოში ყველგან ინდოელები არიან. ქუჩაში შეხვდები ტრაქტორებს და ინდოელს, აფთიაქში ინდოელი, ბაზარში ინდოელი და გამოძევებული არის ქართული მოსახლეობა საგარეჯოდან. რატომღაც სარტიჭალაში ბურები, ლამის ხანაში არაბები, მაგრამ იქ ახლა ერთი წესიერი მოსამართლე გამოდგა, ქართველი მოსამართლე გამოდგა და სამართლის ძალით ასე ვთქვათ, აღდგა იქ რაღაცა განმეორება და შეჩერდა ეს მიგრაციის პროცესი და ვთქვათ, იქ აღშენებულობა არაბული სოფლის, მაგრამ სარტიჭალა, აგერ ბატონმა გურამმა თქვა, საგარეჯო, იქით ლაგოდეხისა და სიღნაღის ტერიტორიებზე და ასე შემდეგ. რატომღაც ორიენტაცია აქვს აღებული ინდოელებზე, პირდაპირ საქართველოს მტრები პირდაპირ ამბობენ, რომ ჩინელი და არაბი უფრო საშინლად ჟღერს ვიდრე ინდოელი და მასიურად არის ორიენტაცია აღებული საქართველოში ინდოელების ჩამოსახლებაში. კიდევ ვიმეორე, ბაღლეტილი ხალხი 1 ჰექტარი მიწას რო არ ქონდა, ისეც აქ შეუძლია თავისი მიწის იქ გაყიდვით, მაგრამ გაყიდვა რა თუნდა $100,000 მთავრობა აძლევს, შეუძლია საქართველოში 100 და 500 ჰექტარი მიწის ყიდვა ბატონო. გესმით ხო ბატონები? აი ესე მიდის. და მე იქ უკვე იმ სხვა ტომის წარმომადგენლებს, რომელსაც ქართული ხელისუფლება მიყიდის მიწას, იმას იქიდან ვერაფრით ვერ ამოწევს. ვერაფრით ვერ გააგდებ, მას თავის სახელმწიფო იცავს და როგორიც დაიცავს ხო? ინდოეთი და სხვა დიდი ქვეყნები თავმოყრალაკებს ხო ვიცით ეს ყველაფერი. ამიტომ დიდი გაერთიანების შემთხვევაში, ქართულთა დიდი გაერთიანების შემთხვევაში და ყველა გონიერი ქართველი თუ დავდგებით ერთად და წესიერ გზას გავივლით ამ პოლიტიკური ბრძოლისას, ეს პირველსავე იმ პარლამენტში პირველსავე სხდომაზე ეს ყველაფერი აიგრძალება და სამუდამოდ დამთავრდება ეს ყველაფერი. ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც აქვს იურიდიულად ამისი უფლება გახლავთ უზენაესი საბჭო. აი მთავარ საქმეს მიმართებით. 92 ერთადერთი. 92 სული უნდა უბეროთ უზენაესი საბჭო. 92 წლის 13 მარტს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება. ყველა ის კანონი, ყველა ის მოქმედება, ყველა ის არჩევნები, რომელსაც ხუნტა და მისი სამართალ მემკვიდრეები ჩაატარებენ, იქნება ქართველი სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ ზუსტად და წინასწარ ბათილად არის გამოცხადებული. ეს ბატონებო მიაქცეთ ყურადღება 1992 წლის 13 მარტის დადგენილებით. ეს არავის არ გაუუქმებია, მოქმედებაშია ხო ასე? კი ბატონო, ეს არის მორჩა, ეს არის კანონი უზენაესი საბჭოს აღებული და პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული. დიახ. წინა გადაცემა ისე გამსახურდია ეს კანონი თუ გვიშველის. 100,000-ობით ადამიანმა ნახა ჩვენი გადაცემა მერაბ კოსტავას ეზოდან და იყო ოპონენტებიც რაღა დროს უზენაესი საბჭო. ამასთან დაკავშირებით ვეთქვი ბატონებო, ორ პრეცედენტს მოვიყვან. დიახ, აი მაგალითები კორეის და ჩილეში აიმარჯვეს კომუნისტებმა და კომუნისტები რასაც მოუტანდნენ ჩილეს გეცოდინებათ, გაღლეტილი დაქცეული ჩინე გენერალმა პინოჩეტმა სამხედრო გადატრიალებით ფეხზე დააყენა. სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანად გახადა. დაახლოებით 20 წლის შემდეგ მაინც გაიჭირეს პინოჩეტი, გაასამართლეს ანონირად არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და სიკვდილისაგან იხსნა ასაკმა. მეორე 90-ის იყო თუ ცოტა მეტი იყო კიდე მიტანებული რაღაცა კიდე. მეორე მაგალითი არის, მაგრამ სიმბოლურად მაინც გასამართლეს. კორეაში იმარჯვებდნენ კომუნისტები და ორმა გენერალმა პატრიოტმა როდე და ჩონდუ ხვამმა მოახდინეს სამხედრო გადატრიალება და კორეაში დაამყარეს დიქტატურა. და 20 წელიწადში ჩამორჩენილი სამხრეთ კორეა გახდა მსოფლიოში მეტოქე ისეთი ქვეყნების, როგორიც არის იაპონია, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები. სამხრეთ კორეა დღეს გემთმშენებლობაში არის მსოფლიოში პირველ ადგილზე, 1.5-ჯერ უსწრებს დანარჩენ ქვეყნებს, როგორც არის ჰოლანდია თუ შეერთებული შტატები. ხიდების მშენებლობაში წამყვანია, ელექტრონიკაში და მსუბუქი მანქანების წარმოებაში. მაინც
გაასამართლეს როდეუ და ჩონდუ ხვანი და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა ბატონებო. ეს არ არის, ასე ვთქვათ, ზღაპარი, ეს არის საერთაშორისო კანონიდან გამომდინარე და ამიტომ უზენაესი საბჭო და მისი აღდგენისადმი მოქმედი საინიციატივო ჯგუფი ხელმძღვანელობს ამ ფაქტებით და ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე იბრძვის კანონიერი კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენისთვის, რასაც მე როგორც უზენაეს საბჭოს დეპუტატი და დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერი მივესალმები და მოგესალმებით ბატონებო და ჩათვალეთ რომ თქვენს გვერდით ვიქნები ამ საკითხში, რასაც ქვია კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენა. დიდი მადლობა. ჩემო ძვირფასო ქართველებო, სხვა გამოსავალი ვინმე თეორიულად დამიმტკიცოს გამოსავალი, თუნდაც იმ შევარდნაძის წერილიდან გამომავალი, თუნდაც გურამ ნიკოლეიშვილისთვის ნათქვამი, რომ ჩვენ აფხაზეთით თუნდაც ჩავაბაროთო და ორ ფაქტს მოვიყვან ბატონებო. ერთი არის ზვიადგამსახურდია დინების წინააღმდეგ რომ იცურავდა, დინების საკითხი იყო 91 წლის 19 აგვისტოს პუტჩი მოსკოვში, სადაც ზვიადგამსახურდიამ განაცხადა, რომ გორბაჩოვი ამ საქმის კურსში იყო და ამერიკის პრეზიდენტმა მაშინდელმა თქვა, რომ ზვიადგამსახურდია დინების წინააღმდეგ მიცურავსო. ახლა ხანს 7-8 თვის წინ ასეთი არხი არის რუსული „кто есть кто“, გამოვიდა 91 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლუკიანოვი და ასეთი რამე თქვა. მთელი GKČP 91 წლის 18 მარტს პირადად შექმნა გორბაჩოვმა, თითოეული ჩვენთაგანი გორბაჩოვის მიერ დანიშნული ვიყავით ამ საქმეში. მეორე ფაქტზე ასევე თქვა ლუკიანოვმა, მაგრამ უკვე სავერშენო სეკრეტნოში, დაახლოებით იმავე პერიოდში მარტო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირს ჰქონდა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობანი, საბავშვო ბაღები, სკოლები, ყაზარმები და ასე შემდეგ. სახელმწიფო მიიღო 13 მილიარდი კომპენსაცია, 87 მილიარდი ქთამის სახით გაიცა გორბაჩოვის, შევარდნაძისა და მაშინდელი ხელისუფლების მიმართ. ესეც შეიძლება ბატონებო ტელევიზორში. მე გაგიგზელებთ მაგ ფაქტს, ეს იყო ანდრეი კარაულოვის ცნობილი გადაცემა მომენტის წინი. იქ ყავდა ეს გენერალი გამოყვანილი, მოწმე ამ ყველაფრის. იმან დაადასტურა ეს ფაქტი, რომ შევარდნაძე და გორბაჩოვის ფონდებში თუ პირად ანგარიშზე ჩაერიცხა აი 13 მილიარდი, მე რადგანაც მახსოვდა 3 მილიარდი, მაგრამ მე დავაზუსტე რომ ეს იყო 13 მილიარდი და გერმანელების სიხარულისგან მეცხეცაზე იყვნენ, რომ ასე იაფად მაგრამ 13 მილიარდი და ფაქტურად 100 მილიარდი გაიცა. გავიგე, მაგრამ ხა მე რომ რაც ითქვა, ასე რომ ეს ფაქტი მე სხვათა შორის ეს გადაცემა კარაულოვის ამოიღეს, ასე ვთქვათ, ქსელიდან, დაბლოკეს თუ რა ვიცი, შეინახეს თუ რაღაცა, ნუ ყოველ შემთხვევაში ფართო იმაში, მაგრამ მე თვითონ ჩემი თვალებით მაქვს ნანახი და მოსმენილი ანდრეი კარაულოვის გადაცემა იმ გენერალთან, რომელმაც ეს თქვა გადაცემაში, მომენტის წინში. 15 წელს გაზეთ „იზვესტიის“ რედაქტორის სვეტში, კალუნკაში ასეთი რამე დაწერა შევარდნაძეს მიმართა, საიდან აქვს თქვენ შვილს იმდენი ფული, რომ საფრანგეთში საერთო ქონებით მეორე ადგილზეა და ხელზე, ანუ მოძრავი ქონებით პირველ ადგილზე. შევარდნაძე მაშინ პასუხობს, რომ იუნესკოში მუშაობს და ის მერე პასუხში ამბობს რედაქტორი, რომ იუნესკოში გენერალურ მდივანს არ აქვს $100,000 წელიწადში და თქვენ შვილს საიდან აქვს ამდენი მილიარდები. მახსოვს ეს გაწამაძეებიც მაშინ, მაგრამ პასუხი ვერ გაცა. ყველაფერი ამისგან თავის დახსნის ერთადერთი გზა არის კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენა, ვინმე დამიჯდეს და სხვა გზა მიჩვენოს და
ავწევთ ხელებს და გავყვებით უკან ბატონო. კი ბატონო, თუ ეს ამიტომ კიდე ერთხელ მივესალმები ბატონებო თქვენს მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას და გისურვებ წარმატებები და ყოველივე სიკეთეს და ქართველი ერის საკეთილ დღეოდ. დიდი მადლობა ბატონო გურამ. მე მარტო იმის გადამრჩენია რომ შევაჯამო ჩვენი გადაცემა და ვთქვა. ნახეთ, გარდაცვლილი პრეზიდენტი, ჩვენი ეროვნული პრეზიდენტი, პირველი და განუმეორებელი. თავისი წინასწარმეტყველური დადგენილებით მხედველობაში მაქვს 1992 წლის 13 მარტის დადგენილება. აი ეს გადაარჩენს საქართველოს კიდევ ერთხელ სიცოცხლეში ხო არ დააცალეს საქართველოს გაძლიერება, გამთლიანება, ქვემას და განვითარება. სიკვდილის შემდეგაც ის ამ დადგენილების ამოქმედების შემთხვევაში ქართველი ხალხი მიაღწევს იმას, რომ ყველაფერი დადგება თავის ადგილას და ყველა ის გაყიდული მიწა დაბრუნდება, ყველაფერს მიეცემა შეფასება და აქ ბოლოს ვიტყვი იმ იდეას, რომელიც მე თავის დროზე ჩემს დიდ გარღვევაშიც ნათქვამი მაქვს, სოციალურ ქსელებშიც დაფიქსირებული მაქვს და სხვაგანაც. ყველაფერს ამ 35 წლის მანძილზე უნდა მიეცეს შეფასება და ქართველებმა ჩვენ პანთეონი ვახსენეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს იდეას. ჩემი საავტორო იდეა გახლავთ, საქართველოში უნდა გაკეთდეს მოღალატეთა პანთეონი. კიტოვანი იოსელინელის სიკვე პირველი კანდიდატები არიან დავით შევარდნაძესთან ერთად და მე თუ მკითხავთ, მაშინაც თქვი და დავწერეს, რომ ეხლა ძალიან შორსო არ წავიდეთ, აგერ დიდი ილიას მკვლელი ბერბიჭაშვილი, ვიცით მის სამარი და ყველაფერი და აი კიდე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, ადგილიც მაქვს ფოთაშორის შერჩეული სად უნდა გადავხიკოთ ესენი და როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გაკეთება. სხვანაირად ქართველს ვერც ფულით, ვერც სიკვდილის მუქარით, ვერც მარადიული თუ მუდმივი პატიმრობით, ვერაფრით ვერ უშველი. აი ეს ერთადერთი რასაც ქართველი ერიდება არის რა სახელი დარჩება და რა სახელი დარჩებათ მისგან მის შვილებს და შვილიშვილებს. მე ამასინათ გურამ ბატონო ერთ-ერთ დიდ კონფერენციაზე დამიძახეს, სადაც 90-იანი წლების ერთ-ერთი ლიდერი ხა გვარს არ დავასახლებ, მაგრამ იცით თქვენ ეს ყველამ კარგად, იძახთ რომ რაღაცა მთელი ეს ჩემი უბანი და ეს ხალხი მომმართავს როგორც მოღალატესო და მე მინდა რომ დავამტკიცო რომ არა ვარ რაღაცა მოღალატეო და ასე შემდეგ და ითო ანუ ნახეთ შეაწუხა და მის მიმართ კითხვები არსებობს, ბუნებრივი და იარსებებს. ყველას მიმართ ვინც 75 წლის მანძილზე საქართველოს ასეთ დღეში ჩააგდო. არ მაინტერესებს. შევარდნაძე, სააკაშვილი, ეს ორი განსაკუთრებით და ივანიშვილი. მორჩა ეს არის სან ეხა დანარჩენები, ეხა მარგველაშვილი გინდ ყოფილა ეხა სალომუშკაზე საერთოდ არ არის საუბარი. მაგრამ ყველაფერს ქართველმა გონიერმა ხალხმა უნდა მისცეს შეფასება და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, როცა დიდი გაერთიანება ქართველთა შედგება, აი როცა შედგება, მერე გეშინოდეთ ბატონებო, მერე ძრწოდეთ, ყველა მიიღებს თავის კუთვნილს, როგორც საჭიროა ისე. სხვა გამოსავალი ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს და ძალიან სიმბოლურად მეჩვენება ის რომ მე დღეს ამ თემაზე სასაუბრობ, ერთი წონდა მეგრულად ნიშნავს მინდა კაცი მოვიყვანე ეროვნული მოძრაობიდან, რომელსაც მათ ფანტასტიკურად ახსნა სად არის გამოსავალი. ხსნის მექანიზმი სხვანაირად ვერაფერს ვერ გააკეთებ. თუ დასავლეთს ოდნავ მაინც შერჩენია დემოკრატიისადმი, ეგრეთ წოდებული ამ ფსევდოდემოკრატიისადმი რაღაცა პრეტენზიები, რომ არსებობს ამ დემოკრატია, იმ წინმსწრებ დადგენილებას, რომლის გამოქვეყნებიდან ზუსტად 33 წელია გასული, ხო? ქრისტეს ასაკი პრაქტიკულად, ხო? 33 წლის შემდეგ იქნებ საქართველოს ხსნა და გადარჩენა სწორედ ამგვარი დოკუმენტის ამოქმედებაში და ასეთ დიდ გაერთიანებაში ნახოს. სხვათა შორის, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ შაჰ-აბასიდან დაწყებული და მონღოლები და სხვები ყოველთვის ისრაფოდონ ეკითხონ, რომ ქართველი და ქართველობა არ გაერთიანებულიყო. ჩვენ ვიწყებთ გაერთიანებისკენ, თუ დაგიდგებით აქავართ, თუ გჭირდებით აქავართ, თუ არ და რა ვიცი დარჩენს. როგორც იტყვიან, ღმერთი არ გაწირავს ამ ქვეყანას და ინგლისელი ისტორიკოსის დევიდ ლანგის სიტყვები რო გავიხსენოთ, თქვენს ისტორიას რო ვკითხულობ,
ზუსტად მჯერა რომ აქ ღვთის ხელი ურევიაო დაახლოებით ეგეთი პერიფრაზე აქვს, მაგრამ ზუსტად შეიძლება მე ეს არ მახსოვდეს და ბოდიშხტით ამისთვის, მაგრამ ეს ასეა. ყველა იმპერიამ მოინდომა რომ საქართველოს მიწისთვის ფეხები შეეწმინდა, მაგრამ ნურას უკაცრავად არც გამოუვიდათ, არც გამოუვათ და არც მომავალში არ გამოუვათ. დიდი გაერთიანებისკენ ჩემო ქართველებო, მე გიგო ვარგობიჩია, ტელეკომპანიის PKTV-ის დიდი გარღვევის საავტორო წამყვანი და ხელმძღვანელი, ბატონ გურამ, რამის დამატება ხوارდება? 3 წუთი მინდა დავამატო. ბატონებო. ეხლა მე დაგემშვიდობებით, ბატონ გურამს გადავცემ რაღაცა განცხადების გაკეთება. მადლობა ყურადღებისთვის. მაინც რა იყო ზვიად გამსახურდია თავარი დამსახურება საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. საბჭოთა კავშირს დაპყრობილი ჰქონდა აღმოსავლეთი ევროპა, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ბულგარეთი, რუმინეთი და ასე შემდეგ. მსოფლიო ერთხელ და სამუდამოდ ამას არის შეგუებული. 25,000 ატომური ქობინი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, ამერიკას 22,000. ჩერნობილის ავარიის შემდეგ საქართველოში 10,000 ჯერ გაიზარდა რადიაცია, ისე რომ პალიასტონში კეფალი 10 წელიწადი ერთი ცალი არ ყოფილა. დასავლეთ ევროპაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, სხვა ქვეყნებმა თავიანთი წლის მოსავალი გაანადგურეს და სხვა ქვეყნებიდან, მოშორებული ქვეყნებიდან, ამერიკიდან და ავსტრალიიდან ჩამოიტანეს თავიანთვის საკვები. ამ 25,000 ატომური ქობინიდან რაკეტის დანიშნულება რა არის ბატონებო, რომ ატომური ბომბი მიიბრძანოს ასაფეთქებელ ადგილას. დაახლოებით 200-დან 500 ერთეულ ატომურ ბომბამდე განლაგებული ჰქონდათ ამ სოციალისტურ ქვეყნებში. რაკეტის აუფრენლად, ტანგის დაუქოქავად, თოფის გაუსროლად მარტო კნოპზე ხელის დაჭერით ამ ბომბებს ააფეთქებდნენ შერჩევით და მთელი ევროპა ჰაერში ყავდა დაყვანილი, ნატოს ჯარის 80-90% პირველსავე დღეში იყო განადგურებული. ასეთი სუპერ სახელმწიფო გახდა საბჭოთა კავშირი. და 99 წლის 3 დეკემბერს მალტაზე გადაწყდა ჯარების გამოყვანა ამ ტერიტორიებიდან. რატო გადაწყდა? იმიტომ ბატონებო, რომ უკვე მომხდარია ნოემბრის მიტინგები, 9 აპრილი მომხდარია. საბჭოთა კონსტიტუციაში პირდაპირ ბომბი დევს ამათვის თავისუფალი გასვლის უფლება, რისთვისაც საკმარისია უზენაეს საბჭოს ისეთივე როგორიც ამერიკის კონსტიტუციაში და დაეწყოთ იქაც. ერთ წელიწადში ავტომატურად გასულად ითვლება და ამიტომ შექმნეს ახალი კონსტიტუცია 90 წლის 3 აპრილს მოახდინეს ანტისაბჭოთა გადატრიალება, სადაც წერია რეფერენდუმის ძალით შეიძლება საქართველოს 70%-ის წაღება. რა წერია? ჯერ არის ლუკიანოვის პრეამბულა, რომ ყველა კანონი, რაც აქამდეა მიღებული, ის ფარატინა კალადად გამოაცხადეს საბჭოთა კავშირის შექმნისას დაწერილი ხელშეკრულებები, თავისუფალი გასვლა იქნება თუ ტერიტორიის მთლიანობა და მიიღეს პირველი მუხლი. გამსვლელმა რესპუბლიკამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი, მაგრამ რეფერენდუმის მოწვევის უფლება მიეცა მოსახლეობის 10%-ს. იჩქარაო ზვიადმაო ბატონებო და აგერ გიხსნით ახლა რა იყო. ესე იგი 90 წლის 3 აპრილს ზვიადი მოდის და ხელისუფლება 28 ოქტომბერს. 3 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე რამდენია? ნახევარი წელიწადი. მოსახლეობის 10%-ს მიეცა რეფერენდუმის ჩატარების უფლება. მსგავსი რეფერენდუმი დედამიწაზე არ ჩატარებულა, მაგრამ მიიღო უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა გორბაჩოვმა, მაშინდელმა პრეზიდენტმა და შემდეგ პუნქტში წერია. გამსვლელ რესპუბლიკაში, რომლის შემადგენლობაში არიან ავტონომიური რესპუბლიკები, ავტონომიური ოლქი, აჭარა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენთვის და მოსახლეობის ეროვნულად კომპაქტურად ბინადრობის ადგილი. მარნეული გარდამავალი დმანისი, ბოლნისი, ახალციხე, ახალქალაქი, წალკა, ბოგდანოვკა, დედოფლის წყაროსა და დიდი რაოდენობით არაქართველები ცხოვრობენ. აქ რეფერენდუმი ტარდება ცალკე და თუ მოსახლეობის 10% წინააღმდეგია ამ რესპუბლიკაში დარჩენის,
ეს ხალხი რჩება საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და გადიან ამ რესპუბლიკიდან. აი ეს კანონი, რომელსაც ბატონი ზვიადი სახაროვ-ბონერის რეფერენდუმს ეძახოდა, იყო საქართველოსთვის მომაკვდინებელი და როცა ბატონმა პირდაპირ ჩვენ გვერდხამდა თითქმის. როცა ბატონმა სოსოთორიამ ბატონ ზვიადს კითხა, ასეთი საშური არისო ბატონო ზვიად ეს რეფერენდუმიო? ზვიადმა უპასუხა, თუ დაგასწრეს სახაროვ-ბონერის რეფერენდუმი, მოგჭამა საქართველოს მჭირიო. აი ეს არის ბატონებო, მაგრამ შორს მჭრელობა. მაგრამ ამ კანონს რომ მიიღე მთელი სოფლიო ხო აღვირდებოდა. ამიტომ დათმეს 4-5 თვითაზე 99 წლის 3 ნოემბერს ეს ტერიტორიები ძირითადად, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის 90% შეენარჩუნებიათ, მაგრამ ბატონმა ზვიადმა ჩაატარა რეფერენდუმი და ყველა ის პუნქტი, რაც იმ თუნდაც მიღებულ ახალ ანტისაბჭოურ კანონში იყო მიღებული, სულ ყველა დაეცვა. არა ქართველი მოსახლეობის თითქმის 100%-მა მისცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ხმა და საბაბიც არ მიეცა რუსეთის სუკის ხელისუფლებას, რომ ზვიად გამსახურდია არ ეცნო მსოფლიოს. აი ეს არის ბატონებო ზვიად გამსახურდია, დღეს ევროპაში ატომური ბომბები რო არ არის, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, დახარჯეთ ევროპა და 200 ატომური ბომბი გადაანაწილეთ სოციალისტურ ქვეყნებში. აი ამას გადაარჩინა ზვიად გამსახურდიამ ევროპა, გადაარჩინა ამერიკა, გადაარჩინა ნატოს ჯარები და ვაცლავ ჰაველი როცა იტყვის ჩეხეთის ლეგენდარული პრეზიდენტი რომ ზვიად გამსახურდიამ და 9 აპრილმა არა მარტო საბჭოთა ხალხები გაანთავისუფლა ბოროტების იმპერიისაგან, არამედ მთელი აღმოსავლეთი ევროპაც რომ იმ ხალხს, ვინც ზვიად გამსახურდიას გინებით ვერ ძღება, ჰქონდეთ ეს ყველაფერი ჩვენს სასწავლებლად. მადლობთ. ბევრი შეიძლება და გასააზრებლად, რა თქმა უნდა, ეხლა ეს ფაქტი, რომელიც ბატონმა გურამმა გითხრა და მოიყვანა მაგალითად, ჩვენ ამაზე გახსოვთ ბატონ გურამ, ჩვენ ცალკე გადაცემაც ჰქონდა, იქაც შევეხეთ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მარტო მასებისთვის მისატანია ბოლომდე 200 ატომური იარაღი, მაშინ მე არ ვიცოდი, მაგრამ მოусმინე ერთ-ერთ გადაცემას რუსეთიდან, სადაც პირდაპირ თქვა, რომ ადუხსოთ და 500 ატომных зарядов, ესე იგი ჩადებული იყო აღმოსავლეთ ევროპაში. ესეც გახსენებისთვის მე კიდევ ერთხელ გემშვიდობებით. დიდი მადლობა ბატონ გურამ. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე ბატონებო.